როგორ გითვალთვალებს FSB და ეხმარებით ვარა შენ ამაში. გამარჯობა, მე რატი ვარ მუნჯერი ჟურნალისტი. თქვენ ჩემს არხზე უყურებთ პროექტს თავდაცვა და უსაფრთხოება და დღეს სწორედ აი ამ კიბერ საფრთხეებზე ვისაუბრებ. მანამდე კი თუ თქვენ პირველად უყურებთ ამ არხს, გთხოვთ გამოეწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. დავიწყოთ საქმე იმაში არის, რომ ხშირად გექნებათ გაგონილი იმის შესახებ, რომ Yandex-ი და ზოგადად IT კომპანიები რუსეთში FSB-სთან მუშაობენ და FSB მათ იყენებს საკმაოდ აქტიურად და ეფექტურად მოქალაქეებზე თვალთვალისთვის და კონტროლისთვის. და ეს აღარ არის უბრალოდ მხოლოდ ლოგიკური მსჯელობის საგანი. 25 წლის ანუ წლევანდელ 10 ივნის მოსკოვის სასამართლოში სასამართლოს ხდომიდან მოპოვებული დოკუმენტაციის დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე ოფიციალურად დადასტურებული არის. თქვენ ახლა ეკრანზე სწორედ საინფორმაციო პორტალის აგენტствоას მასალას უყურებთ, სადაც სწორედ ამაზე არის საუბარი. იქ მოპოვებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო აი ეს ხელშეკრულება გაფორმდა და მას შემდეგ დაიწყო თანამშრომლობის მოთხოვნა. იყო საუბარი პირდაპირ 24 საათიან წვდომაზე სხვადასხვა სერვისებზე Yandex-ის, მათ შორის ისეთი როგორიც არის Yandex კვება, ტაქსი, ჭკვიანი სახლი, რუკები, ავტორუ და სხვა ყველა ის სერვისი, რომელსაც Yandex-ი თავაზობს მოქალაქეებს. საუბარია 24 საათიან წვდომაზე, ინფორმაციაზე, სერვერებზე და გარდა ამისა შესაძლოა რამდენიმე აპლიკაციაში სპეციალური კოდებიც იყოს ჩაწერილი, რომელიც FSB-ს დამატებითი ინფორმაციების მოპოვების საშუალებას აძლევს, გარდა იმისა, რასაც ვთქვათ აპლიკაციის შევსების დროს ჩვენი ნებით გავცემთ. და აი ამ ინფორმაციაზე წვდომით და ამ ინფორმაციის დამუშავებით უკვე FSB-ს შეუძლია გააკონტროლოს ჩვენი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ გულისხმობს თავისთავად, რომ 24 საათიან რეჟიმში ყველას უთვალთვალებენ, ვისაც Yandex-ის აპლიკაცია აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ უკვე თქვენი მოწყობილობებიდან თქვენი გაკონტროლება. ამის შესახებ თუ როგორ ხდება კონკრეტულად ეს საქმეები, როგორ ახერხებს FSB Yandex-ის გამოყენებით და ზოგადად აი ამ IT აპლიკაციების გამოყენებით როგორ შეიძლება თვალთვალი და კონტროლი, ამაზე ეპიზოდის მეორე ნაწილში უკვე შემოგთავაზებთ ინტერვიუს ექსპერტთან კიბერუსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძესთან. მანამდე მინდა გესაუბროთ კიდევ ერთ საკითხზე და ისევ ასე ვთქვათ FSB-ს და Yandex-ის საკითხს დავუბრუნდეთ. ამ თემაზე პირველად არ მუშაობ თვეების წინ, როდესაც ჯერ კიდევ დროებაში ვიყავი, მაშინ მაქვს სიუჟეტი მომზადებული Yandex კვებაზე, რომელიც შემოდიოდა მაშინ საქართველოში და მაშინ ვივარაუდე, რომ Yandex კვებაც ისევე როგორც სხვა აპლიკაციების შემთხვევაში ძალიან ასე ვთქვათ აგრესიულ კამპანიას აწარმოებდა იმისთვის, რომ მიემხრო თავისთან მომხმარებლები და ასეც მოხდა. შესაძლოა ახლაც, როცა ამ ვიდეოს უყურებთ, YouTube-მა შემოგთავაზოთ მათი რეკლამა, რადგან საკმაოდ აგრესიული კამპანია აქვს. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ Yandex კვებასთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, მათ შორის დემპინგური ფასებით ბაზარზე და ასევე სხვა კლიენტებთან მაღალი ფასის გადახდით მიიზიდოს, რაც შეიძლება დიდი სახელის ბრენდის მქონე კომპანიები. პრინციპში მას შემდეგ საკმარის დრო გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მომხმარებელმა უფრო ნაკლებად ვიდრე მეტად არ მიიღო ეს აპლიკაცია. ეს დიდი ბრენდები პრაქტიკულად არ არიან, თუ არ ჩავთვლით ვისოლის ჯგუფში, ეს ყველაზე ცნობილები რაც არის, ვისოლის ჯგუფში შემავალი ბრენდებია. პრინციპში ხაკეციდან გამომდინარე არც არის გასაკვირი. იქვე გაჩნდა კითხვები, რა სისტემდა McDonald's-ი, თუმცა უნდა ითქვას, რომ McDonald's-ი ამ დროისთვის არ არის ჩემი ინფორმაციით ძალიან დიდი სურვილი აქვს Yandex კვებას, რომ McDonald's დაიმატოს. მათთან მიმართებით აქვს ძალიან დიდი ინტერესი გამოხატული. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ რაღაცა მატერიალური ინტერესია, ეს უფრო იმიჯის ნაწილი არის და აი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ უნდათ McDonald's-ის ჩართო, თუმცა McDonald's-ი ამ დრომდე Yandex კვებაზე არ არის.
და თუმცა სხვა კომპანიები სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ რომ აქ არის. სანამ ინტერვიუზე გადავალთ, კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ. Сразу видно, что мы в Грузию прилетели красиво. და ინფორმაცია ეხება უმარ კრემლიოს, რომლის კადრებსაც ახლა თქვენ ხედავთ, ის თბილისში, ეს თბილისის აეროპორტის VIP ზონის კადრები არის, ის თბილისში იმყოფებოდა და რამდენადაც ეს კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ასევე სოციალური ქსელით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლიოვი ჩამოსული არის ოთარ ფარცხალაძე რომანოვის საქმეების გასაგრძელებლად. თქვენ იცით, რომ სწორედ ფარცხალაძე იყო ის, ვინც ალაგებდა რუსეთთან გარკვეულ საქმიან ურთიერთობებს და მაშინ რაც მას პრობლემები შეექმნა და ამ პრობლემებზე ახლა არ ვისაუბრებ, ეს საქმე მოსკოვში, რუსეთში გადაბარდა კრემლიოს, როგორც უმარ კრემლიოვი არის ერთ-ერთი ოლიგარქი, პუტინთან დაახლოებული პირი და სწორედ ის იმყოფებოდა საქართველოში. მას ჰქონდა რამდენიმე საქმიანი ვახშამი, მათ შორის თაბორის პარაგრაფშიც, ამის კადრები სოციალურ ქსელებში არის გავრცელებული და როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ასეთ ვახშამს მათ შორის დაესწრო კახიკალაძეც და ნუ პრინციპში აი ამ დიდ გადანაწილებაში მათ შორის კრემლიოვის ერთ-ერთი ინტერესის სფერო, როგორც გავრცელებული არის ინფორმაცია, იყო სწორედ იანდექსის, ასე ვთქვათ, გაფართოება ქართულ ბაზარზე. პრინციპში უკვე შემომიერთა ამ დრო, გამარჯობა, მადლობა, რომ დავთანხმდით ინტერვიუზე. აი ამ დოკუმენტების დაყრდნობით, ასე ვთქვათ, რამდენად სახიფათო არის იანდექსი ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახმარებლად. პირველ რიგში ახალი არ არის ის, რომ რუსეთში ნებისმიერ სერვის პროვაიდერს ევალება სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებთან თანამშრომლობა და FSP-ს სრული წვდომა აქვს მათ შორის იანდექსის ინფორმაციაზე, მათ შორის იანდექსის მომხმარებლების ინფორმაციაზეც. ახლა ამისთვის ჩვენ უნდა შევხედოთ, რა ინფორმაცია შეიძლება ფლობდეს აპლიკაცია და პროგრამა ჩვენ შესახებ და ეს არის არა მარტო იმ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ თვითონ გავცემთ, მაგალითად delivery service-ისას, ან ტაქსით მგზავრობისას, ან რაღაც ამდაგვარი, ხო, ეს შეიძლება იყოს სახლის მისამართი, გადაადგილების მარშრუტი, ჩვენი სამსახურის მისამართი, მაგრამ ასევე ანალიტიკით შეიძლება გქონდეთ წვდომა ჩვენს სხვადასხვა წესებზე, ხო, აი სხვადასხვა პრეფერენციებზე, რომელ საკვებს ვანიჭებთ, თქვათ უპირატესობას დროის რომელ მონაკვეთში, სად ვიმყოფებით, იქნება ეს სასტუმრო, ოფისი, სახლი თუ ასე შემდეგ. ამას გარდა ეს კიდევ არ არის ყველაფერი, იანდექს აქვს საშუალება აპლიკაციას ტექნიკურად ჩვენ ტელეფონში ჩათვლისთვის შემდგომ მოითხოვოს და მოიპოვოს წვდომა ჩვენს ფოტოსურათებზე, მიმოწერაზე, ყველა ინფორმაციაზე, რომელიც არის ჩვენს ტელეფონში ან მობილურ მოწყობილობაში, სხვა მობილურ მოწყობილობაში განთავსებული. ბუნებრივია, ეს არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით შესაძლებელია ერთი ჩვენი დისკრედიტაცია, ჩვენი საიდუმლოების დარღვევა, კონფიდენციალობის, ჩვენი პერსონალური ინფორმაციის, მაგრამ ასევე შესაძლებელია ვთქვათ ჩვენზე მიყურადება, ფარული, კამერის გააქტიურება, მიკროფონის გააქტიურება და სხვადასხვა გადაადგილების გაკონტროლება, მათ შორის ტერორისტული აქტის დაგეგმვისთვისაც და ახლა ტერორისტული აქტი რუსული FSB-სგან და სამხედრო დაზვერვის განსაკუთრებით გეროუსგან შორს არ დგას, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, რომ ისინი ლიკვიდაციას არ თაკილობენ ტერორისტული გზითაც საკუთარი მოწინააღმდეგეების. მადლობა. ტერორიზმის ნაწილი რო დავა კონკრეტოდ, ასე ვთქვათ, ამდენად არის შესაძლებელი, რომ ჩვენზე დაკვირვებით, ჩვენს ზედაკვირვებით შეგროვებული ინფორმაციის შედეგ შეიქმნას გარკვეული ცრუ კამპანია, ცრუ მოდელი და მერე უკვე ეს გამოიყენონ ისევ ჩვენს წინააღმდეგ. გესმით ხო ჩემი? კი, მესმის. აი მოდით ახლა აი მას აქვთ რაფია. კითხვა გაიგეთ, რაც დავსვი. კი. აშენ თუ შეგიძლიათ რომ იყოს.
კი ბატონო, ესე იგი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიც არის მაგალითად deepfake-ი, ძალიან მარტივია ჩვენ შესახებ სრულ ინფორმაციის შექმნა და გავრცელება, თუ გვაქვს ერთ-ერთი კომპონენტი deepfake-ისთვის საჭირო, საწყისი, საბაზისო, მაგალითად შეიძლება ეს იყოს ჩვენი ხმა, შეიძლება იყოს ჩვენი ვიზუალი, რომელიმე ფოტო ან ვიდეო, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვინახავთ კომპიუტერში, ტელეფონში, სადაც ასევე შეიძლება იყოს აპლიკაცია Yandex-ი, ან რომელიც კონტროლდება, ასე ვთქვათ, რუსული სპეცსამსახურების მიერ. ეს ერთი გზა და ამით შეიძლება შექმნა deepfake-ის და შემდგომ ჩვენი დისკრედიტაციისთვის გამოყენება. მეორე მხრივ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ტელეფონების შესახებ, ჩვენი მონახულების ადგილების შესახებ, ჩვენი სხვადასხვა ინტერესის შესახებ და შეიძლება ტრეკინგი პიროვნების მიყურადება და ტერორისტული აქტის განხორციელება მისი გადაადგილების მარშრუტზე. დემპინგურ ფასებზე მინდა გკითხოთ, რამდენად ჩვენი სტუდია Yandex-ი ამას იყენებს, ხომ? ძალიან ხშირად და რამდენად არის ეს საშუალება, რომ რაც შეიძლება ბევრი მომხმარებელი მოიზიდონ და მერე აი ამ ბევრი მომხმარებელზე კონდეს წვდომა უკვე თვითონ საფრთხების სამსახურებს, მათ შორის ამ შემთხვევაში FSB-ს. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით და ჩემი პერსპექტივიდან, ჩემი გადასახედიდან ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ რუსული ტექნიკური კომპანიები, ტექნოლოგიური კომპანიები არ ახორციელებენ მარტო ბიზნეს ინტერესს, ისინი რუსულ სახელმწიფო ინტერესსაც ახორციელებენ და შესაბამისად ერთ-ერთი ფაქტორი აი ამ დემპინგური ფასისა შეიძლება ის იყოს, რომ ის სხვაგან იგებს benefits, ანუ იმ დანაკლის სხვაგან ინაზღაურებს, რომელიც ამ დემპინგური ფასებით შეექმნება. რჩევები თუ არსებობს, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, მომხმარებლებმა გაითვალისწინოს იცით, ყველაზე მარტივი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ გააკონტროლონ რაზე თხოს, თქვათ წვდომას და არ მისცენ წვდომა ფოტოსურათებზე, ვიდეო ფაილებზე და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ არ ვიცით რა არის ჩადებული ამ აპლიკაციაში, გარდა იმისა, რასაც ის ლეგალურად გთხოვს. ამიტომ ერთადერთი რეკომენდაცია რუსული აგრესიული ბუნებიდან გამომდინარე იქნებოდა, რომ არ ჩამოტვირთონ ეს ინფორმაცია, ეს აპლიკაცია საკუთარ მობილურ гаджеტებში, კომპიუტერებში, ტელეფონებში, მაშინ მაინც თუ კი თავს თავდასხმის ობიექტად განიხილავენ რუსეთის მხრიდან, თუ არიან პოლიტიკურად აქტიურები, თუ არიან, ასე ვთქვათ, გამათავისუფლებელ მოძრაობებში ინტეგრირებული, ან თუ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, ვინაიდან საჯარო მოხელეები, სახელმწიფო მოხელეები არიან რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი სამიზნე მათი დისკრედიტაციის მიზნით და შემდგომ მათი გადაბირების თვალსაზრისით. კონკრეტული ინტერესის სფერო, მაგრამ ჩვენი გავლით უკვე დაინტერესდნენ ვიღაცა და გავიდნენ წვდომაზე მესამე გარეშე პირზე, აი ეს რამდენად არსებობს ასეთი საფრთხე. სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ იძლევა საშუალებას მეორე ხელსაწყოშიც თქვათ გაავრცელოს გარკვეული ვირუსი, ამ მხრივ ძალიან ბევრი საშუალება აქვს რუსულ სპეცსამსახურებს, ამიტომ სჯობს რომ ასეთი ურთიერთობისგან თავი შევიკავოთ ზოგადად, იმიტომ ჩვენ არ ვიცით კიდევ რა კოდია ამ ყველაფერში ჩადებული და დასტურდება, რომ ის არის რუსულ FSB-სთან და სპეცსამსახურებთან ინტეგრირებული. გასაგებია. მადლობა, დღეისთვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით, მადლობა თქვენი დროისთვის. დღეისთვის ასეთი გამოვიდა ჩვენი ეპიზოდი თავდაცვა და უსაფრთხოების პროექტში. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ინფორმაცია და უფრო მეტად გაუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ნაკლებად გამოიყენებთ ოკუპანტის სახელმწიფოს პროდუქტს, განსაკუთრებით IT სფეროში, როდესაც ასეთი ადვილი ხდება თვალთვალი 21 საუკუნეში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზრდიოთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასევე შეგახსენებთ, რომ არხზე მიმდინარეობს დონაცია, ანგარიშის ნომერი აღწერაშია და ამ ეტაპზე ფული გროვდება ხმის სისტემების გასაუმჯობესებლად. მადლობა, დროებით ნახვამდის.